საქართველოს ხელისუფლება BBC-ს მიერ გასაჯაროებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის მიმართვას გეგმავს. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მიმართონ საერთაშორისო მართლმსაჯულებას. შეგახსენებთ, BBC-მ საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მედია საშუალება წყარო დასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროს ლაშა შერგელაშვილს და ექსპერტ კრისტოფელ ჰოლშტეგეს. BBC-ს ცნობით, გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ. პარალელურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო BBC-ს მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გავრცელა წვრილი ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შინაგანსაკუთრებთა სამინისტრომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აღსანიშნავი ნივთიერება კამიტი გამოიყენა. საქართველოს შინაგანსაკუთრებთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. თავითვე ცხადია, რომ BBC-ს სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი აფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსონეებს სურჩექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსონეებს სურთ შექმნან საბაბი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება. ახლოვდება უთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორგის შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეესწებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეულით სრულ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აღებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტება. დღეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისე როგორც BBC-ს სიუჟეტის სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედია საშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ს მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად გეგმავთ მიმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. რუსეთი არ არის მზად საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებით საქართველოს პირობებით. ასეთია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც უწყებამ ერთ-ერთი რუსული გამოცემის საპასუხოდ გაავრცელა. რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი ინარჩუნებს სააკაშვილის რეჟიმის პოზიციას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების განახლება დაკავშირებულია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან. ეს მოთხოვნა საზიანო და არარეალისტურია თავად საქართველოსთვის. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია. მიუხედავად ამისა, რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის იმ დონემდე, რამდენადაც თავად თბილისს სურს ეს. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, რომელიც ჩვენი აზრით ამ ყველაფრით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, აცხადებენ სამინისტროში. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცედ გაცხადებული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში.
რომ სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, სანამ რუსეთი არ გაიყვანს თავის საოკუპაციო ჯარს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, მანამდე რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები და შესაბამისად არც პოლიტიკური დიალოგი არ იქნება. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ეს არის სააკაშვილისეული პოლიტიკის გაგრძელება, ეს არც სააკაშვილის, არც შევარდნაძის და არც არავის პოლიტიკის გაგრძელება არ არის, ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია ჩვენი ტერიტორიების სრული დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღეს ამ პროცესს ხელს უშლის სწორედ რუსეთის ფედერაცია, რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. შესაბამისად, თუ რუსეთს სურს, რომ საქართველოსთან კონდეს ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები, მაშინ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები და უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ზოგიერთს ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს უკრაინის დაფინანსების გაგრძელება, შეუზღუდავი რაოდენობით, ვიდრე ომი გაგრძელდება. ეს არარეალისტურია, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში. ეს არ არის ჩვენი ომი, ის სხვა კონტინენტზეა. ჩვენ ჩართულნი ვართ, იმიტომ რომ ერთადერთნი ვართ, ვისაც ეს შეუძლია. მთელ სოფლიოში არ არსებობს სხვა, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. სოფლიოში ერთადერთი ლიდერი, ვისაც შეუძლია ესაუბროს ორივე მხარეს და დადოს გარიგება. თუ გარიგება შესაძლებელია, არის პრეზიდენტი ტრამპი და ის ძალიან მომთმენია. მან დიდი დრო დაუთმო ამას, მისი ადმინისტრაციის ბევრი მაღალჩინოსანი იყო ჩართული ამ საკითხში. ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ, შეგვიძლია თუ არა ხიდის გადება ორივე მხარეს შორის არსებულ უთანხმოებაზე. ამის გასაკეთებლად ჩვენ ორივე მხარეს უნდა ველაპარაკოთ. ამ საკითხში ჩართულია რამდენიმე არაგონივრული ადამიანი. ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ უკრაინულ მხარეს უნდა ველაპარაკოთ და არა რუსულს, აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. უკრაინაში ომის დასასრულებლად თითქმის 5 საათიანი შეხვედრა მოსკოვში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო გეგმის 4 ვარიანტი, მათ შორის 28 პუნქტიანი დოკუმენტი ჩაიტანეს. როგორც ირკვევა, პუტინი თანახმაა დოკუმენტის გარკვეულ ნაწილებს დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. მისი თქმით, კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ მოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტნაკლებად მისაღებია და მათი განხილვა შესაძლებელია. უკრაინის კორუფციული სკანდალი რადაში ოპოზიციის პროტესტის მიზეზი გახდა. მათ ტრიბუნა დაბლოკეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. კიდევ ერთი პირობა ზელენსკისთან შეხვედრაა. პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის გადადგომა საკმარისი არ არის და თანამდებობები მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრმა უნდა დატოვოს. ამისთვის საკანონმდებლო ორგანოში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. მთავრობის გადადგომას ტიმოშენკოს პარტიაც ითხოვს.